სტანდარტული გაგებით მე იდეალური კანდიდატი არ ვარ. ახალგაზრდა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავიზარდო. მუსლიმი ვარ. დემოკრატი სოციალისტი ვარ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის ბოდიშის მოხდაზე უარს ვამბობ. პოლიტიკური სიბნელის ფონზე ნიუ-იორკის სინათლის წყარო იქნება. აქ ჩვენ გვჯერა, რომ გვერდში მათ უნდა დაუდგეთ, ვინც გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ იმიგრანტი, ტრანსგენდერი საზოგადოების წევრი, ერთ-ერთი იმ მრავალი შავკანიანი ქალიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა ფედერალური სამსახურიდან გაათავისუფლა. მარტოხელა დედა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება სასურსათო პროდუქტების ფასების შემცირებას. თუ ნებისმიერი სხვა, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის. ჩვენ ავაშენებთ მერიას, რომელიც მტკიცედ იდგება ებრაელი ნიუ-იორკელების გვერდით და არ იყოფმანებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სადაც 1 მილიონზე მეტ მუსლიმს ეცოდინება, რომ აქ მათი ადგილი არის. ნიუ-იორკი აღარ იქნება ქალაქი, სადაც ისლამოფობიის გავრცელება და არჩევნებში გამარჯვება შეგეძლებათ.